მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ BMW M5-ს ნამდვილ ცხოველს. დღეს შევეცდებით რომ მაქსიმალურად გავწუროთ ეს ავტომობილი, სადაც მაზოლი აქვს, ზუსტად იქ დავაჭერთ წიხს. აქედან უნდა გადავინაცვლოთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც თითქმის ყველა მოსახვევში აქ რომ მოვდიოდით, ძრავის ჩეკმა უკვე აგვინთო, მაგრამ ვერ გაგვექცევა, წავედით. არაფერი არ მოხდა დასამალი 2008 წელს ეს ავტომობილი. არა, კონკრეტულად ეს არა, M5, S60. ჩემს ხელში იყო რამოდენიმე თვის მანძილზე და ის შეგრძნებები დღესაც კი მახსოვდა, როგორ ემოციებს ვიღებდი ამ ავტომობილისგან და ძალიან მინდოდა მაგ ემოციებში დაბრუნება. რომ არ მოგატყუოთ, ის შეგრძნებები იმდენად არ წამოიღო, რამდენადაც ბავშვობაში მოგქონდა 2008 წელს. არ მინდა რომ ძალიან თავი მოგაბეზროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტესტ-დრაივია ამ ავტომობილთან დაკავშირებით და თითქმის ყველა ამ ავტომობილის მინუსებზე საუბრობს, რაც ძალიან არ მომეწონა, იმიტომ როგორც გითხარით, ეს ავტომობილი იყო ჩემი პირველი ჩქარი ავტომობილი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ძალიან დიდი ემოციები და შთაბეჭდილება დამიტოვა. კონკრეტულად ეხა ამ ავტომობილზე ვისაუბროთ. ეს ავტომობილი არის იაპონური, ეხლა არის 2025 წელი და ეს ავტომობილი გამოშვებულია 2007 წელს და სულ რაღაც 90,000 კილომეტრი აქვს გარბენი. ანუ ჩვენს ხელში ეხლა მოხდა საუკეთესო M5, როგორც ხვის ტესტ-დრაივებში ვნახე, დასამალი არაფერი არა, ყველას 150,000 პლუს გარბენი დადიოდნენ და რავი, ზოგი იძახდა ეს ჭრაჭუნობსო, ზოგი იძახდა ის ჭრაჭუნობსო და არ ვიცი. ჩვენი კონკრეტულად ეს ავტომობილი არის ძალიან შენახული, აი უსვეჟესი ავტომობილია. მაგრამ როგორც იცით, აქვს გადაცემათა კოლოფის პრობლემები, აქვს ეგრეთ წოდებული კლაჩის ცეპლენიის პრობლემები, რამაც ჩვენს ხელშიც უკვე ამ ავტომობილმა გამოავლინა. ცოტა ხნის წინ ნახავდით ძალიან კარგ კადრებს, სადაც ამ ავტომობილს ბოლომდე არა, მაგრამ წურავდით და გადაცემათა კოლოფმა აგვინთო, რომ ცოტა ხანი დამასვენეთო. იმედია ეს კადრები გამოჩნდება GoPro-ს კადრებში და ნახავთ. კარუკამაოთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ავტომობილი დავასვენოთ. ჩვენ ახლა მიყვავს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, რომ ბოლომდე გავანადგუროთ. სადაც ვიწროა, იქ გაწყდება. ამიტომ ვნახოთ, თუ რას იზავს ეს ავტომობილი. ეხლა ორიოდე სიტყვით მინდა შიგნიდან მოგიყვეთ, თუ ჩემთვის რა როგორ გამოიყურება ამ ავტომობილში. რა თქმა უნდა, მე სუბიექტური ვიქნები ამ ვიდეოში და სხვა ვიდეოებში, ჩემს წინა გავლილ ვიდეოებში ყველგან სუბიექტური ვიყავი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. ეს აქ ყველაზე მაგარი, power დააჭერ, გადაშიფტავ აქ მაქსიმალურად აიყვან მაღალზე. აი ნახეთ, დაუნშიფტი, რა ხმა აქ. ნახეთ. ეხლა რადგან ქალაქში მოძრაობ და დიდგორზე ვართ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავისვათ კანონები, მაგრამ შეუძლებელია ამ მანქანასთან ერთად რამე კანონი დაიცვა. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ სალონს, მინდა დავიწყო სალონით, აღწერით, ესე ვთქვათ, რას როგორ ვგრძნობ და ვხედავ მე. მოკლედ, პირველ რიგში, აი აქ რაც კი რამე არსებობს ავტომობილში, ყველაფერი მე მიყურებს. აქით რაც შეეხება შუშების აწევ-ჩამოწევას, ეს კომფორტულ ადგილას არის, მაგრამ უკვე დღეს მიჩვეული ვართ ყველა აი აქ ქვევით და ცოტა გადაჩვევა გამიჭირდა აგზევით, მაგრამ მალევე მივეჩვია, სულ რაღაც 2 დღე ხა ამ ავტომობილს მართავ და ძალიან მარტივად აქვს აქ ყველაფერი. ეს რული, რო გითხრათ, ახალ ავტომობილებთან შედარებით ძალიან მომწონს თქო. მოგატყუებთ, ნორმალური საჭი აქვს, უფრო მეტი მინდა რომ იყოს, მაგალითად ეხა ახალი BMW-ს საჭეს დიდი სიამოვნებით მივა. მაგრამ როგორც გითხარით 2005 წლიდან დაიწყო ამ ავტომობილების წარმოება, 2010 წლამდე გამოდიოდა და მაგ დროს ეს საჭე რა თქმა უნდა მიღებული იყო ყველასთვის. რაც შეეხება მენიუს, ნახე იმასთან შედარებით, რომ ძალიან ძველი ავტომობილია, მაინც ასე თუ ისე აქვს ბევრი ფუნქციები. აი ჩვენ ავტომობილს კონკრეტულად ნახე, შეგვიძლია 500 ცხენი, 400 ცხენი იმის მიხედვით ვამუშაოთ. აქ ეს M-ში ვართ, ეხლა შესულები და რაზე დააყენებ. მაგის გარდა ინფორმაციის დაფა, ანუ
სერვისი არ ჭირდება ჩვენს ავტომობილს. იმ დროს როგორც იცით, დისკები მქონდა, CD დისკები და აქ CD დისკი იდება, მაგრამ ამ ავტომობილს კიდე რა ქვია, CD ჩარჯერი აქვს, რომელიც არის სათავსოში მოთავსებული, სადაც კიდე 6 დისკი იდება და კომფორტულად შეგეძლო ესე ვთქვათ, ბევრი მუსიკები ჩაგეწერა და არა შორ გზებზე. რა პანჩური მოგწ ხო? ნახე რას ურტყავს იმენა. 160 უკვე. კაი, შევნელს. აი რას შეიძლება შევადარო, ესე ვთქვათ, აი მაგალითად X5-იც მყავს და X5-ით რომ მოძრაობ, იგივე შეგრძნებები მაქვს, ესე ვთქვათ, Jeep-ით, 20-იანი დისკები აყენია X5-ზე და იგივე შეგრძნებები მაქვს, იგივენაირად გრძნობს ყველა იამას და გზის უსწორმასწორო დეტალებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის შემაწუხებელი, მე პირადად არ წუხდები. როგორც გითხარით, ეხა 90000 კილომეტრი აქვს ამ მანქანას გავლილი, მე როცა მე პატრონისგან წამოვიყვანე 99700 კილომეტრი ქონდა გავლილი, უკვე 500 კილომეტრზე მეტი გავიარე ამ 2 დღის მანძილზე და საერთოდ 1 გრამის ზეთი არ დაუკლია ამ ავტომობილს. ანუ არ მჯერა მე რომ მყავდა ეს ავტომობილი 1000 კილომეტრს ვერ გავდიოდი ხოლმე, რომ ლიტრაზე მეტი ზეთი არ დამემატებინა. აი ნახე, მაქსიმუმზე დგას ზეთი. ჩანს? ნახე. ერთადერთი მინუსი, ესე ვთქვათ, რაც შემიძლია ამ ავტომობილს, თავარი მინუსი უპოვო, თავარი მინუსი არის ის, რომ საწვავს მოიხმარ საშილად. ანუ ფიზიკურად არ შემიძლია რამეს შევადარო, რამე ავტომობილს. ანუ ჩემი დრიფტ კარიც კი არ წვავს ამდენ საწვავს. ანუ თვითფრინავს შემიძლია ერთადერთი შევადარო, რომ ეხა აქ რომ მოვდიოდი დიდგორზე თბილისში, გავავსეთ ბენზინის ბაკი და ეხა უკან ვრუნდები და მე-4-დია დარჩენილი საწვავის ბაკი. ანუ არაფერი ისეთი არ გვიქნია, რომ ამდენი საწვავი დაეწვას. დღეში ერთი სიტყვით, დღეში ამ ავტომობილით თუ მოძრავ მინიმუმ 100 ლარი გინდა საწვავისთვის ჯიბეში რა. ანუ თვეში 3000 ლარი მინიმუმ საწვავზე გჭირდება. ეს არის აი მინიმუმი ჩემი გადმოსახედიდან რასაც ვფიქრობ და ერთადერთი მინუსი ამ ავტომობილის. მინუსიც შეიძლება თქვათ, ეხა ბევრმა M5 ყავს, 10 ცილინდრი ყავს, ის და ბევრი ბენზინიც არ გინდა დაწვას. ყველას გვინდა რომ ძალიან ჩქარი იყოს, მაგრამ მაინც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარების თვალსაზრისით ჩვენ ყველა ადამიანი ვეძებთ, რომ რაღაცა ისეთი ავტომობილით გადავაადგილოთ ყოველდღე, რაც კომფორტულიც იქნება ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ჯიბესაც გაუფრთხილდება და ავტომობილს არ დაადგება დიდი ზიანი და ცვეთა. ამ ავტომობილს მალე შეუსრულდება 20 წელი, როგორც ამის ავტომობილის პატრონი ხმარობს ამ ავტომობილს, დაახლოებით თვეში ერთხელ გამოყავს ხოლმე საკატაოდ, იმიტომ რომ აქვს შესაძლებლობა და მსგავსად უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, როცა ამ ავტომობილს შეიძეთ, კიდე 4-5 ავტომობილი უნდა გყავდეთ ავტოფარეხში, რომ ამ ავტომობილით თვეში ერთხელ ის შეგრძნებები და ის ადრენალინი მოიკლათ ხოლმე, ესე ვთქვათ. მოკლედ არ შემიძლია არ შევეხო ამ ავტომობილის გადაცემათა კოლოფს, რადგან ცოტა ხნის წინ ჩვენს გაგვიჩეკა, მაგრამ დავასვენეთ და მუშაობს იდეალურად. ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, უწუნებს ამ ავტომობილს გადართვას, აი ქალაქშიო ძალიან ბევრი იძახის, ძალიან შემაწუხებელია. მაგრამ არ ვიცი რატომ, ალბათ მიჩვევაზია ეს ყველაფერი, ჩემთვის საერთოდ არ არის შემაწუხებელი. ერთადერთი აი აქ სიჩქარეებს აუწევ მაღალზე მაქსიმალურად და ჩვეულებრივად თავს, ანუ ვაფშე არ აქვს დიდი ჩავარდნები ნელა გადართვის დროს, საერთოდ არ გირტყავს პანჩურებს ნელა გადართვის დროს და როცა უკვე ემშარტავ და როცა გაზავ, მაგ პანჩურების რტყმას იმენა მუღამია, გრავი, როგორ შეიძლება არ მოგეწევს. მაგიტომ თავ ხოლმე რომ პანჩურები გირტყას ხოლმე რა. ანუ ეგ აი გონია რომ რაღაცა გზრება მანქანაზე, მაგრამ მიდის რა და აი რაღაცა ძალიან მაგარია. როგორ შეიძლება არ მოგეწონოს დაუნშიფტის ხმა. ნახე. ნახე ჩემ. აი ნახე, იმენა დაუნშიფტი, ნახე არის გალობა. აი შოქში ვარ, აი ვეათი სასწაულ ხმას გამოცემს. აი საერთოდ არ შემიძლია ამის ხმა რამე შევადარო. აი არ მესმის ადამიანს ავტომობილი გიყვარდეს, მოგწონდეს, ოდნავ მაინც ავტომოყვარული იყო და აი ამ ავტომობილიდან გამოსული ხმა არ მოგწონდეს. იმის მიუხედავად, რომ ამ კონკრეტულ ავტომობილზე თავიდან ბოლომდე დინანის კოლექტორი აყენია, ვიხლოპი, აი თავიდან ბოლომდე მაინც სტოკის ხმა აქვს შენარჩუნებული და აი ძალიან
ვერ ვუმუღამებ იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება თქვას, აი Mercedes-ის ბღუ მირჩევნიაო რა. როგორც იცით, ეს ავტომობილი როცა გამოუშვეს 2005 წელს, პირდაპირ Mercedes-ის კონკურენტი იყო და ჩემი აზრით ყველაფერი დაამტკიცა BMW-მ ამ ავტომობილით Mercedes-ის წინააღმდეგ. ეხლა შეიძლება ბევრი გამოხდეს და Mercedes-ი უფრო მაგარია და Mercedes-ი ასწრებს და კომფორტია და დღეს ეგრე ძმა შედი და 200 Mercedes-ი ისე უცოცხალია, იყიდება და ეს M-პიატები იშლება და შლილებში ყრია. ბაზარი არა, გეთანხმებით, შეიძლება ვერ უძლებდა ეს ავტომობილი იმ წლებთან შედარებით, იმ მოხმარების სტილს, როგორც ამ მანქანის მომხმარებლები ხმარობდნენ, მაგრამ Mercedes-ი ბაბუებს ყავდათ და კატაობდნენ რა და ამას კიდე ახალგაზრდა ბიჭები მყიდულობდით ხოლმე და დედას ვდით იმენა რა. რაც შემიძლია დავამატო, აი head-up-ი მაგალითად 2005 წელს როცა გამოუშვეს ეს ავტომობილები ეს head-up-ი ჩემთვის ალბათ ინოვაცია იქნებოდა. აი, იქ რო უყურებდი, მეც სიჩქარეებს და იქ რო წურავდა, სიჩქარეების გადართვა, აი ძალიან მაგარი არის. პატარა ჩათი ვიცი ამ მანქანასთან დაკავშირებით, როცა მე დავდიოდი ამ ავტომობილით და ბავშვობაში, როცა ძალიან ბევრ Mercedes-ებს ვამარცხებდი ხოლმე, ვეგაზავებოდი 8250 ტრიალებს, მაგრამ 8003-მდე უნდა დაატრიალო, რომ უფრო მეტ ძალას გამოიმუშავებს მასზე. კიდე რაც შეეხება სალონს, რადგან სალონში ვართ, აი არ შემიძლია არ შევეხო ალკანტარას ჭერს, ძალიან მაგარია. რაც შეეხება ტორპედოს, რავი, ბევრი იძახდა რომ ესო ჯანჯღარებსო, რავი, აი არაფერი, აი ჩვეულებრივად საერთოდ არანაირი ჭრაჭუნის ხმა, არც აბივკებიდან, არც შუაბარიდან, არც ტორპედოდან, საერთოდ არაფერი ხმა ზედმეტ ხმას არ იღებს. მხოლოდ გესმის სიმფონია. გამოსული ვიათის ძრავის კოლექტორიდან, ვიხლოპებიდან, რომელსაც დაუნშიფში ჩამოიდან გაუყარე. ოპა! არ შეიძლება რომ დაუნშიფში ჩამოიტანო, გაუყარო და ეს ემოციები, ეს ღიმილი შენს სახეზე არ მოდიოდეს. არ შეიძლება, შეუძლებელია. როგორც გითხარით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მოუხევთ რომ ამ მანქანას დედა მინდა რომ ბევრ რაღაცებს შევიღო, მაგრამ ძალიან არ მინდა რომ ერთფეროვანი ვიდეო გამოგვივიდეს და ერთი და იგივე რაღაცებზე ვისაუბროთ. გადართო? რა მაგარია შეანელო. აი, მხოლოდ ამით უნდა იკაიფოთ, მეგობრებო რა. ეს არის ყველაზე მაგარი ამ მანქანაში. ეხლა როგორც გითხარით, ბენზინმა ანთო. ეხა იქ ჩავალ და იმენა თევს რო ფხას გამოვაძრობ, ხო იცი ესე წკაბდა რო ჭა მე რა ხრამუნება ესე რით ჩავიდეთ ხა და იქ ესე ფხა უნდა გამოვაძროთ მანქანას და ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ახლა უკვე ცოტას ვაგვიანებთ, უკვე 5-15 აკლია, მაგრამ სულ რაღაც 2 საათი გვაქვს რომ ამ მანქანის მაქსიმალური შესაძლებლობები გამოვიყენოთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ამასთან ერთად არ შემიძლია რომ არ შევეხო რა მეგობრებო, აი აქ წინ მაჩვენებლების დაფას. ჩემთვის არის სასწაული იმენა, აი რო უყურებ და იქ მარტო აი 320 რო წერია, მაგით მარტო აქეთ რა თქმა უნდა ძრავის ზეთის ტემპერატურა გვაქვს, ბენზინის მაჩვენებელი გვაქვს, მანქანას გარბენი რამდენია, ასე შემდეგ აქ კიდე რაღაც პატარა რაღაცები შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ მეგენი ჩემთვის ყველაფერი უმნიშვნელოა. მთავარი არის აქეთ 320 წერია და მეორე მხარეს 9 წერია რა. რაც შეეხება ამ პატარა ბერკეტს, კიდე ხელს ვერ უშვებ რა, მთელი გზა ხელი მაქვს ამაზე დაგდებული ესე ვთქვა. BMW-შიც მივხვდნენ რომ ეს ძალიან ლამაზი და საყვარლობა გამოუვიდა და შემდეგ მოდელებშიც დატოვეს უკვე მსგავსი. ეხლა მაგალითად ჩემს მას ნოდოს F1 რო ყავდა იგივე იყო, უბრალოდ ეს ქონდა თვითონ კარბონის გაკეთებული და შეცვლილი. მე როცა მყავდა ეს ავტომობილი, გითხარით რომ 2008 წელს 9-ში, 2008-ის ბოლოს და 9-ის დასაწყისში მყავდა ეს ავტომობილი. სამწუხაროდ მაშინ მით უმეტეს არ ვიცოდით ამ მანქანის პრობლემები. ხო, კიდე არ დამოუვიდეს. მე მყავდა 2005 წლიანი, რომელზეც იმ წლებში თვითონ ცენტრშიც და ინტერნეტშიც ახლად შეგიძლიათ მოიძიოთ ბევრი ინფორმაცია, რომ 2005 წლიანები არის ყველაზე გამოუდეგარი, ესე თქვა ბრაკებს ეძახიან, გადაცემათა კოლობა ცეპლენია, აი ყველა დაჭერაზე მიფუჭდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო განვითარება საქართველოში უფრო მეტად და ჩემ ავტომობილს საერთოდ ვერსად ვერ ვაკეთებდი, აი
საერთოდ ვერცად ვაკეთებდი ცენტრის გარდა, ორჯერ დავწვი ცეპლენია და მესამეჯერაც რომ დავწვი, მამაჩემმა მითხრა რომ ეს მანქანა დავაი. ეგრე დავემშვიდობე სამწუხაროდ ამ სასწაულ ავტომობილს, მაგრამ დღეს დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი კიდე ამ ავტომობილს და დიდი სიამოვნებით განვიცდიდი აი ამ შეგრძნებებს, რასაც ეს ავტომობილი ტოვებს, თუნდაც ყოველდღიურად. გაფუჭდებოდა გავაკეთებდი, ანუ დავიკიდებდი რა. ნახე, წავედით. გადადი შენი დედავატი. აჰა, 200 280. აი ვერ ვითმენ გეოვნები რა ვქნაი. აი რა გავა ვერ ვითმენ რა არ მინდა რომ მაგრამ ვერ ვითმენ რა. პატარა მოდია. მოკლედ როგორც ხედავთ ძლივს ჩამოვახცეთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ერთი სული მაქვს ახლა შევარდე და დავადუღო ავტომობილი როგორც გითხარით ფხა უნდა გამოვადრე როგორც თევზებს ვარჩევთ ხოლმე ცოტა რაც შევამჩნიე ტორმუზებს ცოტა გაუჭირდა მაგრამ მე რო დავფიქრდი 300-ით მოვდიოდი და 300-დან გავაჩერი ავტომობილი ანუ მაგას იდეალურად იმუშავა ეხლა სანამ დაღამდება მინდა ორიოდე სიტყვის მოგიყვეთ ავტომობილის შესახებ გარედან ექსტერიერზე არ ვიცი საიდან დავიწყო 20 წლის ავტომობილია და რო უყურებ დღესაც მაგრად მევასება რა. აი ერთადერთი მხოლოდ აი ფარებში ახლა უკვე ესე თანამედროვე ფარები წამოვიდა რომ აი იქ უკვე სხვაგან არის ჩვენი ხედვა და დღევანდელი გადმოსახედიდან ერთადერთი ამ ავტომობილს მხოლოდ ფარებს გავუმჯობესებდი. რაც შეეხება ავტომობილის დისკებს ძალიან მაგრად მომწონს ეს დისკები. ანუ არანაირ ავთერმარკეტ სხვა დისკს არაფერს არ დავაყენებდი. რაც შეეხება წინა ბამპერს ძალიან მაგარი აგრესიული ბამპერი აქვს. რა თქმა უნდა აქვს არ აქვს ნისლ საწინააღმდეგო ფარები როგორც მე-5 სერიის 523 ან 528-ს აქვს. ასევე ეს სარკეები რომელიც გზაში ვახსენე მომრგვალებული რაღაც საყვარელი სათამაშო სარკეებია. აი როგორ თქვი გადმოყოხე და მოეფერო თქო რა ისეთი საყვარელი სარკეებია. აქ M5-ის ლოგო გვაქვს და ვითომ ეგრეთ წოდებული ჟაბრა ხო იმიტომ რომ შიგნით როგორც ხედავ პატარაზე კი აქვს ჭრილები რომ გამოიტანოს ჰაერი. რაც შეეხება აქაც M5-ის ლოგო გვხვდება. უკანა ვიზუალს ძალიან მაგარი ამ ავტომობილს 10-დან 10 იმენა რესპექტი აქვს დღევანდელ დღეს ამაზე მაგარი რა აი ყველაზე მაგარი უნდა მიხვე და მიცხო ხოლმე უნდა ურტყა ხოლმე ყოველ გავლა გამოვლაზე რა როგორც გზაში გითხარით დინანის გამშვების სისტემა აყენია მაგრამ ძალიან მიახლოებულია სტოკთან აი ძალიან იქიდან გამომდინარე რომ ყოლია სტოკი ავტომობილი ზუსტად ესეც სულ სტოკია მხოლოდ ვიხლოპია შეცვლილი და ესე თქვა ძალიან მაგარი ხმა აქვს. ეხლა განახებთ ამ ხმას რა მაგარი ხმა აქვს. ნახე? ამას აქ დავაყენებ ეხლა ისე. და ეხლა განახებთ რა მაგარი ხმა. ნახე? ვეათი მხოლოდ იმიტომ უნდა იყოლიეთ რომ აი ამ ხმით მიიღოთ სიამოვნება. პატარა სპოილერი ძალიან მაგრა უხდება შესხორცებული აქვს ესე თქვა ავტომობილს ერთადერთი მინდა ჩაგახედოთ ძრავში რომ განახოთ რატომაც არის ეს ავტომობილი ლეგენდა. მხოლოდ აი ამ ძრავის გულისთვის რომელიც BMW შექმნა 2005 წელს. შეხედე
იმენა სექსია რომ უყურებ რა. აქ გვაქვს იაპონური წარწერები, როგორც გითხარით, ავტომობილი არის იაპონური და არის დამელოდე როგორ უნდა მოიქცე ამ ავტომობილს უყურე. პირველი ეგრევე მიცე. ნახე, ეხა უყურე. ემი უნდა ჩაურთა უეჭველი. გული ამიჩქარდა, ადრენალინის მაქსიმალური მოზღვავებაა ამ ავტომობილს. უნდა შეიძინოთ და უნდა გამოცადოთ ეს ავტომობილი, რომ თქვენ თვითონ დარწმუნდეთ ამ ყველაფერში. ფიზიკურად შეუძლებელი მგონია ამ ყველაფრის ახსნა და გადმოცემა, ვინც არ უნდა მოინდომოს. ბევრი მოსახვევი გავიარეთ უკვე ზანოსით. თითქმის ყველა მოსახვევი დავადუღეთ, თითქმის. ეხლა რამოდენიმე მოსახვევი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ისეთია, რომ ფიზიკურად ვერ გაივლი, მაგალითად ხით ქვეშ 5-7 ცხენის ძალა. სრულიად საკმარისია. შეიძლება ბევრს უფრო მაღალი მოთხოვნები კონდეს, მაგრამ მე ყველანაირ მოთხოვნილებას მიკმაყოფილებს ეს ავტომობილი. ეხლა აი ეს მოსახვევი მინდა მაგრად რო ზანოსით გავიარო რა. ფასტიც გავიარეთ ოღონდ უგუმა. იმენა უნდა გამოისვა მაგისტრის შექმნეს გერმანელებმა. ეხლა ნახე, ხო ნახე, იქიდან რომ მოვიდოით, კიდე ბენზინი ჩავს, კიდე ბენზინმა აანთო. იმენა თამადა, ამას ქვია, მე ვარ მოყვარული თამადა. აი, რამდენიც არ უნდა ჩაასხა ბენზინი, მეგობრებო, შანსი არაა, რომ ბენზინი გეყოს. ოპა, დავტრიალდით. ძალიან აგრესიული. თქვი კალსო, მაგრამ არა დრიფტი. იმენა დრიფტი ამისია რა. კალსოს გავიარო თქო, მაგრამ ვერ რა. იმენა დრიფტი უყვარს ამ მანქანას. ამის შემდეგ მე მგონი M6 უნდა გავტესტოთ. დიდი ალბათობით საბურავები უკვე აღარა გვაქვს და მაგიტომაც გვიტრიალდება ავტომობილი. ცხოვრება, კარუკა მაგვითო. ნახე? მე7-ში ჩააგდო ეგრევე. იმენა ვიხმარეთ, ბოლომდე ვიხმარეთ ეს მანქანა. ვაფშე ყველგან უნდა ვაზანოთ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წერტილი არ უნდა იყოს დარჩენილი, სადაც
ამ ავტომობილს არ უზანოსია. მე ესე ვფიქრობ, შენ რა სიტყვიდათ? პანჯერებს აუწიოთ, რომ ბევრი ბოლი არ შემოგვივიდეს. წამახა პანდუკი დავადუხოთ. Benzin magusta. უნდა მოკლა იმენა. აი ესა ამის მუღამ. ეხლა საბურავებს უკინა რა ბოლი მოდის და მოდის რა ხდება? ჰა? საბურავი აღარ აქვს მაგას საერთოდ. ეხლა ცოტას გავაგრილებთ ავტომობილს და უნდა მოვიძიოთ ეხლა ძალიან მალე უკვე ახალი საბურავები, რომ დავაყენოთ ეხლა ახალი საბურავები და უნდა წავიდეთ და ქალაქში ღამის კადრები უნდა შემოგთავაზოთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რომ პეტროლ საქართველოს იქიდან გამომდინარე რომ ამ ცხოველმა უკვე იმდენი ბენზინი დალია რომ დათოლაც ფიზიკურად მიგიჭირს. ეხლა დაახლოებით შევხედოთ რამდენი ჩაისხმევა ჩვენს ავტომობილში და ეგ გამრავლებული 5-ზე უკვე დღეს ჩავასხით წარმოიდგინე. აი სასწაულად ძალიან ბევრ ბენზინს კი არ მოიხმარს, ან კი არ სვავს. არ ვიცი, ასხავს ალბათ სადღაც გარეთ. ძალიან მაგარი კადრები უნდა შემოგთავაზოთ ღამის ქალაქიდან. ხო, მოიცა მავიწყდებოდა. მეგობრებო, ძალიან მაგრად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაგარი ვიდეოების შემოთავაზებას ვაპირებ თქვენთვის, აი სასწაული ვიდეოების და არ დაგაუვიწყდეთ. 33-ად გამომწერთ უნდა მივახტოთ ძალიან მალე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დრიფტ-კარი მოშორდეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს და კომენტარებში დაწერეთ მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტ-კარი.